კარგი, მოდი ვნახოთ ახლა კურსკის მიმართულებაზე, აი ის ქალაქი სუჯა, რომლის აღებაც იყო მთავარი სუჯა აღებული ჰქონდათ და აი ესეთი ტერიტორია, საკმაოდ დიდი ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული, რუსებმა გაწმინდეს ეს ტერიტორია და გადმოვიდნენ უკვე უკრაინელების ტერიტორიაზე და მთლად იმხელა არა, მაგრამ დაახლოებით იგივე მოცულობის ტერიტორია აიღეს ახლა რუსებმა იქით. არა, იგივე ნახევარი ალბათ. აი მოდი აი ზუსტად ვაჩვენებ, მაშინ იყო ეს მალე ლოკნია, პაგრებკი, აი რაღაცა ესეთი ტერიტორია იყო მაშინ აღებული. ყველაზე პიკზე, ანუ აქამდეც იყვნენ გასული, მაგრამ ეგ იყო აი შეტევა, რომ მაქსიმალურად განვითარდა. ანუ რაღაცა ესეთი მოცულობის ტერიტორია იყო დაკავებული, პლუს მინუს და ძალიან შორს მიდიხარ ხელში. აი სუჯა, აი აქ ზემოთ პაგრებკი მახსოვს, რომ აქ ძალიან ისეთი აქტიური შეტაკებები ხდებოდა და მაგას ვამბობ რა, მთლად იმხელა არა, მაგრამ იმასთან შეფარდებადი ტერიტორია უკვე უკრაინის მიმართულებით აიღეს, საკმაოდ მიუახლოვდნენ ქალაქ სუმს, ანუ ეს არის სუმის ოლქი უკრაინაში, აი ამ ქალაქის სახელობის ოლქი არის და თვითონ უკრაინელი ბლოგერები უკვე როგორც წერენ, ეს ქალაქი სუმი ადმინისტრაციული ეს ცენტრი მოექცა რუსული დრონის ოპერატორების ცეცხლის ქვეშ, ანუ ამ ქალაქამდე უკვე დრონის ოპერატორები აღწევენ თავისი მოწყობილობით. ეს ქალაქი, ამ ქალაქის მიმართულებით ახლა ეს შეტევა კითხვა არ არის გარკვეული, რა გეგმა აქვს რუსებს, მართლა ქალაქზე წავიდნენ და შტურმზე გავიდნენ საბოლოო ჯამში, თუ ეს არის მანევრი იმისთვის, რომ უკრაინელების ძალები დააბან სუმის მიმართულებით, რომელიც არის მეორე ხარისხოვანი მიმართულებად, დამატებით დამხმარე მიმართულებად და ამ გზით გამოათავისუფლონ აი ეს სივრცე მთავარი შეტევის მიმართულება ახლა რაც არის რუსებისთვის არის კონსტანტინოვკას და პოკროვსკის ირგვლივ ალყის შეკვრა, ნახევარ ალყის ალბათ ვერ მოხერხდება, ხედავთ აი ეს არის ორი მთავარი ქალაქი ახლა, მთავარი ალბათ პოკროვსკია და კონსტანტინოვკა არის დიდი თავდაცვითი ზღუდი, სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკას თავდაცვითი ზღუდია გამაგრებული ქალაქების დიდი აგლომერაცია, რომელიც კედელივით პრაქტიკულად ერთმანეთზე გადაბმული ქალაქები მიყვება, აგერ კონსტანტინოვკა, დრუჟოვკა, შემდეგ კრამატორსკი, აი ესე პატარა შუაში კიდე პატარა ქალაქებია სლავიანსკი და კედელივით არის აღმართული დონეცკის ბოლო პლაცდარმი, რომლის გარღვევაც არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ გამაგრებები არის მოწყობილი წლების განმავლობაში. სხვათა შორის აი ქალაქია კონსტანტინოვკა, რომლის მოგლეჯვას ახლა ამ ხაზიდან ცდილობენ რუსები. აი ხა ჩვენ აქტიურად საუბრობდით პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში, ანუ აი ამ მონაკვეთზე რა ხდება, რუსები ძირითადად აწვევიან პოკროვსკის სამხრეთ დასავლეთ მიმართულებით, ანუ აი ამ ფლანგის გამაგრებას ახდენენ, რომ თვითონ პოკროვსკზე შეტევა თუ დაიწყება, მერე ფლანგიდან დარტყმა არ მიიღონ უკრაინელების მხრიდან, ანუ აი ამ ფლანგის გაფართოვებაზე მიდის და აქ მთელი რიგი მცირე დასახლებები აიღეს ბოლო პერიოდში, ანუ აქ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიდის და ყველაზე აქტიურად რაც მიმდინარეობს, ეს არის კონსტანტინოვკის გარშემო ეს რკალის შეკვრა. აი აქ არის ჩასოვი არის ეს მრავალტანჯული დასახლებული პუნქტი, რომელიც ფაქტიურად აი ბახმუტის მერე აქ წავიდა შეტევები და ეს არის სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც კონსტანტინოვკას თავზე გადაყურებს და მისი უდიდესი ნაწილი უკვე ფაქტიურად რუსებმა აიღეს. აქედან მიდის შეტევა და პარალელურად აი სადაც ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, გარღვევები მოხდა, ტორეცკის მიმართულებით ფაქტიურად ამ ქალაქის დაკავების მერე რკალი აი ამ კონსტანტინოვკის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება და მე როგორც უყურებ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რუსების კონცენტრირება კონსტანტინოვკაზე უფრო მეტი არის ვიდრე პოკროვსკზე. პოკროვსკთან უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიდის ეხლა ამ მომენტში. ამის იქით თუ ვთქვათ მსჯელობა მიდის რა შეიძლება მზადდებოდეს კიდე რუსების მიერ, გაუკვეველია იქ რამდენად სიმართლეს შეესაბამება. ეხლა ფაქტია რომ უკვე დაიწყო ბევრად ინტენსიურია ეხლანდელი რუსეთის შეტევის მასშტაბები ვიდრე მანამდე იყო, ერთი თვის წინ მაგალითად
და ბევრად განსხვავებული მიმართულებებიდან უმტევენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გაკვეული, ეს არის მაქსიმუმი, თუ რუსებს ყავთ კიდე დამატებითი რეზერვები და აპირებენ უფრო დიდი მასშტაბის დაწყება, შეტევების უფრო დიდ მასშტაბზე გადაყვანას. ეს ცნობილი არ არის, ასეთი ვერსიები გამოითქმის. მიდის საუბრები იმაზე, რომ კიდევ უფრო მასშტაბური რეზერვების ჩართვით, კიდევ უფრო მასშტაბურ ხარისხში აყვანა იგეგმება შეტევების, თუმცა ეგ მაგას საბოლოო ჯამში ვერ აბეჯითებით ვერ ვიტყვით. გაირკვა ბოლო-ბოლო ავიაცია ყავს თუ არა ამ რუსეთს? ხო, მოდი აი ასე ვთქვათ. ბევრი ჩვენ არ გვენდობოდა, ჩვენს ვერსიებს აკრიტიკებდა, ჩვენ ვიძახდით, რომ უკრაინული გაჟღერებული ვერსია გადაჭარბებული იყო და მე მოვიყვან Reuters-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მოყვანილია ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაცია. ანუ ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაცია აქვს. სტატიის სათაურია ექსკლუზიური ცნობა უკრაინამ ჩამოაგდო, გაანადგურა იმაზე ნაკლები თვითმფრინავი, ვიდრე მანამდე ნავარაუდები იყო, როგორც ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ. ეს არის Reuters-ის. ეს რა უკიდურესი რუსეთუმეობა განცხადება, რა ხდება? იყიდა Reuters-ი რუსეთმა. სტატიაში ნათქვამი არის, რომ შეერთებული შტატები, აი ტექსტს ვკითხულობ, ვარაუდობს, რომ უკრაინულმა დრონებმა ვიკენდის განმავლობაში დაარტყეს დაახლოებით 20-მდე რუსულ თვითმფრინავს, აქედან 10 გაანადგურეს, ანუ დანარჩენები დააზიანეს. ანუ იმაზე ნაკლები თქვეს ამერიკელებმა ვიდრე ჩვენ? ხო, იმიტომ ჩვენ თქვით 15 განადგურებული. ხო, ჩვენ თქვით 15 განადგურებული, უბრალოდ ჩვენ მანდ იმასაც ვამატებდით, რომ იქ არ ვიცით განადგურებული და დაზიანებული რომელი იქნება, საიდან გაიგებ ახლა რა თვითონ. მაგდენს მოხდა. ანუ ეგ რა ხდება? ამერიკა ჩვენზე რუსეთუმეა თუ რაღაცა? ხო, ეხლა როგორ რაღაცა იცი, რა ვიცი, ამას ჩვენ ხო არ ვთამაშობთ, რა ვიცი, ამერიკის წარმომადგენლები Reuters-ი წერს ამაზე, ჩვენ ხო ეს ამერიკის ნათქვამები მე გვეტენება ხოლმე. ხო, მე ვიცი, ვეღარ გავიგე. ეს სტატია რო დავდე, კომენტარებში წერდნენ, რომ უკრაინელებმა გაავრცელეს უფრო სრული ვიდეო დარტყმების, ანუ სადაც შესული იყო დარტყმების, ანუ ყველა ვიდეო მონაკვეთი, რომელიც მათ ჰქონდათ ხელთ, ვიდეო ჩანაწერი და იმ ვიდეო ჩანაწერებშიო ჩანსო მაგაზე მეტი, რაღაც 25-მდე. ბიჭო, მანდ ის პრობლემაა, რომ ერთი და იგივე თვითმფრინავს რამდენიმე დრონი ეცემა, ანუ დუბლირებული დარტყმები. ხო, მანდ ხალხაშორის მაგ ჩანაწერში გაურკვეველი იყო, რომელი სხვა თვითმფრინავია კაზო. მანდ იდენტიფიცირება რომელი დარტყმა რა თვითმფრინავზე ეკეთება რთული, ანუ მანდ თვითმფრინავების ნუმერაცია არ ჩანს, ანუ აქედან მაგ ვიდეოებზე დაყრდნობით დათვლა არ იქნება რელევანტური, იმიტომ რომ სავარაუდოდ რამოდენიმე ჯერ დაეცა ერთი და იგივე თვითმფრინავს დრონი, სხვადასხვა დრონი. და ეგეც რო არ იყოს, კაცო, მე რა ვერ გავიგეცი. ამ ამერიკა თუმე ხალხს ამერიკის რო არ ჯერა ხოლმე საკუთარ ოპტიმიზმში. ეგ რა ხდება? ხო და ნახე, აი ეგ ცალკე კითხვა, მაგრამ თვითონ მაგ ვიდეოზე და ვინც ეყრდნობა მაგას გავცე პასუხს, რომ მაგ ვიდეოს ანალიზი გამოქვეყნებული ქონდათ უკრაინულ რესურსებს, რომლებსაც ეწერათ, რომ ამ ვიდეოში ჩანს, რომ 25 თვითმფრინავს ხდება. ოღონდ იქიდან გაურკვეველი იყო სინამდვილეში იმ ვიდეოებით ვერ მიხვდებოდა ერთი და იგივე თვითმფრინავები. თუ არა, უბრალოდ უკრაინულმა რესურსებმა ივარაუდეს, რომ 25 ხდება. იმ მოხვედრებში რომელი ნადგურდებოდა, რომელი არა, რომელი მხოლოდ ზიანდებოდა, იმასაც ვერ გაიგებდი. თვითონ მათ 25-ზე მეტი რიცხვი არ უთქვია და ამერიკელები იძახიან, რომ დაზიანება ქონა 20-მდე. ანუ ციფრები ახლოს არის, ხო ხვდებით ახლა უკრაინელები ტრეკილები არიან გაზარდონ, გაბერონ ციფრები და ვიდეოს გაჩვენები, რომელშიც ბევრი კითხვებია იმასთან დაკავშირებით, ერთი და იგივე თვითმფრინავი ხო არ არის. ჯერ მოდი აი საერთოდ ამერიკელები ამობენ 20-მდე, საერთოდ დამაჯერებელი რაოდენობა. საერთოდ ანალიზში რო არ შევიდეთ შეიძლება, აი მოდი ცოტა ხანი კრიტიკული აზროვნება გამორთოთ. და აი გულუბრყვილო ბავშვივით დავსვავ კითხვას, ბიჭო, ზელენსკიმ თუ გათქვა რომ 41 ააფეთქეს და მე უკრაინულმა მხარემ თქვა რომ 25 ააფეთქეს.
ეგეც ხო უკვე სერიოზულ რაღაც ორმაგი გაბეროა ხო გამოდის. კი, შემდეგ უკრაინულ მხარემ რო თქო 25 აფეთქესო და წარმოადგინა ამის მტკიცებულებად ვიდეო, რომელთაც ვერ მიხვდებოდი ერთი და იგივე თვითმფრინავია ნაჩვენები თუ სხვადასხვა. ამიტომ იმ ერთი და იგივე ნაჩვენებითაც კი 25-ზე მეტი არ ჩანდა. ამერიკულმა მხარემ თქვა, რომ რაც ვიცით 20-მდეა დაზიანებული, ჯამში მოხვედრა 20-მდე თვითმფრინავზე ფიქსირდება, ხოლო განადგურებული არის 10-ის ფარგლებში 10. შესაბამისად, ყველა დამაჯერებელი ციფრები არის ეგ. ეხლა კითხვა იყო ამასთან ერთად, რამდენად მძიმეა რუსული ავიაციისთვის ამ რაოდენობის განადგურება. 10 განადგურებული, 20 დაზიანებული, 20-მდე ჯამში დაზიანებული, განადგურებული, დაზიანებული ჯამში 20. და შეცვლის თუ არა რუსეთის ავიაციის შესაძლებლობებს დარტყმები მიიტანონ უკრაინაზე. ეს არის ხო მთავარი კითხვა. ეხლა ჩინეთზე და ამერიკაზე არ მოხდება ყველას ესმის ხო ამ ავიაციის გამოყენება. ამ ომის, ამ დარტყმების შემდეგ 2 დღეში რუსებმა საპასუხო 2 თუ 3 დღეში რუსებმა დაიწყეს საპასუხო ავიადარტყმები უკრაინის მიმართულებით. და გადაბმულად დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, 5 ღამის განმავლობაში ყოველ ღამე რუსები ახორციელებდნენ იმ მასშტაბის ავია და სარაკეტო დარტყმებს, როგორც მანამდე, სულ რამდენჯერმე რო იყო მთელი ომის განმავლობაში ამ მასშტაბის დარტყმები, მაგ რაოდენობის სარაკეტო და დრონების შეტევას ახორციელებდნენ ყოველ ღამე გადაბმულად. ანუ ეხა რა შესაძლებლობებიც ჰქონდათ, იმ შესაძლებლობების გამეორებას მაინც ახდენდნენ, ანუ რაც ყველაზე მეტი თუ გაბერვას არა. ეგ რაკეტები სავარაუდოდ ტრიალ მინდორში ვარდება, ესე ჰაერში ისვრიან. ხო და სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებითაც ჰაერში და ტრიალ მინდორზე ჩამოვარდასთან დაკავშირებითაც რუსების სარაკეტო მათ შორის მასშტაბური ამ მასშტაბის სარაკეტო დარტყმები ხორციელდებოდა საკმაოდ იშვიათად, აი პირობითად 2 თვეში ერთხელ შეიძლება ამ მასშტაბის ყოფილიყო. უფრო მცირე მასშტაბის ხშირად, მაგრამ ამ მასშტაბის, ხო? ეხლა მიაყოლეს რამდენიმე დღის განმავლობაში დარტყმები და მანამდე პრობლემა იყო რუსების ის, რომ კადრები არ იდებოდა ფაქტიურად აფეთქებების, იმიტომ რომ უკრაინელებს შეზღუდვა შიგნით მაგაზე სამართლებრივ თავის მოქალაქეებს. ხო, სამართლებრივი დევნაა, რომ იქ აფეთქებებს რო აქვეყნებ, რუსების საბრძოლო სულისკვეთება იწევს და უკრაინელების ეცემა და არაფერი არ გამოაქვეყნებთ და ძალიან ბევრი კადრები წამოვიდა იმისა, როგორ ფეთქდება იქ, ანუ აფეთქებები ჩანდა. მათ შორის ძალიან ბევრი კადრები იყო იმისა, როგორ აღწევს უკრაინის ცაში და ეცემა სამიზნეს კამიკაძე დრონები, ეს გერანის ტიპის კამიკაძე, შაჰედის ირანული ტიპის კამიკაძე დრონები, რომელიც უფრო მარტივი ჩამოსაგდელი. ანუ კიევის, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიყოლებით 5 დრონი რო ვარდება ერთი და იგივე ლოკაციაზე, ისე რომ მაგას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ვერ იცავს, რომ ხდება ბალისტიკის ჩამოვარდნა იქ, საიდანაც მანამდე პეტრიოტის სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო ბატარეა მიყოლებით, რომ მთელ პაკეტს უშვებს თავისი რაკეტების და მაინც რომ მე იქ ბალისტიკა ვარდება, ეგეთი კადრები დაიდო და ეგ ნიშნავს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მანდ არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში. ფათაშორის ზელენსკიმ ისაუბრა გუშინ წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა გადაეცეს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისთვის, უფრო ამ გერანებისთვის, ამ დრონების გადასაჭრელად რაკეტები. და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს არ შეასრულა ეს პირობა და ახლო აღმოსავლეთში გააგზავნა უკრაინისთვის განკუთვნილი ეს რაკეტები. ამიტომ ის დარტყმები, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით ყოველ ღამე კიევში და სხვადასხვა ქალაქებში, სისტემატიური ხასიათი რო შეიძინა და რუსებიც რო ტემპს არ აკლებენ. ეგ ალბათ უკავშირდება ამ უკრაინელების ამ ეფექტურ სპეცოპერაციას, ანუ ამაზე საპასუხოდ გაიზარდა რუსების მხრიდან ინტენსივობა.
მაგრამ ჩემი აზრით ასევე სუფთა საბრძოლო ლოგიკაც არის, იმიტომ როგორც ჩანს რუსებს ხო აქვთ ახლა ინფორმაცია მეტნაკლებად რა მარაგები აქვთ უკრაინას, უკრაინელებს ამ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისთვის, რაკეტების რაოდენობის თვალსაზრისით. ამიტომ რუსებს ახლა ეგ პრობლემა არ აქვთ, რუსები თავად აწარმოებენ მაგ რაკეტებსაც, მაგ ბალისტიკასაც, მაგ კამიკაძე დრონებსაც, რუსები ყოველთვიურად ზრდიან მაგ იმებს ხათაშორის. უკრაინელებს მონაცემები იყო, რომ 500 დრონზე გავიდნენ სადღაც. არა, უნდა მალე რუსები გავლენო დღეში 500 დრონზე. უკრაინელების მონაცემები იყო ეხლა როგორც განაცხადა ამახსოვს ზელენსკიმ თუ ეხლა მე 200 თუ 250. ეხლა განაცხადა რომ თვეში უშვებენო დაახლოებით 2700-ს ასე ვქო საბრძოლო ვერსიას და კიდე ერთი მაგდენს დაახლოებით არასაბრძოლო სატყუარა ვერსია. იმიტაციას. ანუ 2700 საბრძოლო ვერსია არის დაახლოებით 100-მდე დღეში. არა, მეტია რაღაც. 5000 გამოდის ხო ჯამში? ანუ იმიტატორები და რეალური ორივე რაკეტა, ორივე ჯამში 1000, 5000 ჯამში კი და 160, sorry. საბრძოლო ვერსია გამოდის 100-მდე, 2700 თუ უშვებენ თვეში, საბრძოლო ვერსია გამოდის 100-მდე. 100-მდე დღეში საბრძოლო ვერსია ეგ არის, ნუ 300 სამ დღეში 300 ერთეულს. 3 დღეში ერთხელ შეგვიძლია 300 ერთეულიანი საბრძოლო ზალპი გაუშვა საბრძოლო დრონების და მაგას თუ აყოლებ პირობითად ერთი იმდენ ან 2 დღეში ერთხელ უშვებ 200 საბრძოლოს და 200 სატყუარა რისთვის არის საჭირო, უფრო იაფია და რაკეტები რო დაახარჯვენ. ხო და იგივე ვიზუალი აქვს, იგივე რადარზე იგივენაირად ჩანს, უბრალოდ იაფია, უფრო მჩატეა და საბრძოლო მუხტი არ აქვს, მიფრინავს რაღაცა, ხედავ დრონია, შენ ესვრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა ღირს მრავალჯერ მილიონობით დოლარი, მრავალჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეს რაღაცა $30000 დოლარიანი გერანის